ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კოკა ყანდიაშვილი კვლავ ტელეეკრანზე ჩნდება ამჯერად იმედის არხზე და რესპონდენტის ამპლუაში. შევარდნაძის ეპოქაში აქტიური ჟურნალისტი საზოგადოებას საკუთარი საქმიანობის აქამდე უცნობ დეტალებს უმხელს. კოკა ყანდიაშვილის სიმართლე, რომლის თქმა უფრო ადვილია ვიდრე დამალვა, ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. მას აქვს კონკრეტული მიზანი. მან იცის გამარჯვების ფასი. 7 წლიანი ინტერვალის შემდეგ კოკა ყანდიაშვილი ეკრანს 1 საათი დაუბრუნდა და საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხების გაცემა გადაწყვიტა. წამყვანობის დროს მაყურებელი შეგნებულად მოგიტყუებია. ამბობს, რომ სკანდალურ გადაცემაში მონაწილეობა ერთი მიზეზით მოისურვა. მე მინდოდა რომ ქართული საზოგადოებისთვის მე თქვა რომ არის თემა საქართველოში, რომელიც აუბედურებს ბევრ ხალხს. და მინდა რომ ჩვენმა საზოგადოებამ ხელისუფლებასთან, საზოგადოებასთან, ოპოზიციასთან ერთად ეს თემა წამოწიოს და გადაწყვეტოს. შევარდნაძის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჟურნალისტი გადაცემაში პასუხს რთულ კითხვებს გასცემს. ედვარდ შევარდნაძის უშუალო პოლიტიკური დაკვრა შეგისრულებია. სანამ ყანდიაშვილი ამ კითხვას უპასუხებს, ჩვენ ყოფილი პრეზიდენტის და ჟურნალისტის პირადი ურთიერთობით დავინტერესდით. ამ ადამიანთან ერთად მე ვიყავი ორომში, სამაჩაბლოში და აფხაზეთში. ანუ პირადი ურთიერთობა მასთან ახლო გაკავშირებდათ. ახლო ურთიერთობას ვერ ვიტყვი და პრეზიდენტთან და ისეთთან როგორც შევარდნაძე იყო ახლო ურთიერთობა ცოტა რთულია, მაგრამ ქონდა კარგი ურთიერთობა. ალბათ ცოტა მიცის მისი რეგალია. ქართველი ტელეაკადემიკოსი ყანდიაშვილი გასული 1 წლის განმავლობაში აფრიკაში მოღვაწეობდა და ჟურნალისტებს საკუთარი გამოცდილებით წვრთნიდა. ცხოვრობს მარტო, მეუღლეს 10 წელია დაშორებულია. ამბობენ, რომ დღეს ის სრული ბანკროტია. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შოუ, რაც კი აქამდე გასულა ეთერში და ის რომ კოკა ყანდიაშვილი დღევანდელ დღეს არის ბანკროტი თავისი სოციალური სტატუსიდან გამომდინარე, ეს ძალიან ბევრისთვის აღმოჩნდა ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში და მაყურებლისთვის, რომელიც მოისმენს ძალიან მნიშვნელოვან დეტალებს, აღმოჩნდა მოულოდნელი. ჟურნალისტი, რომლის გადაცემა რა ხდებაც ბოლოს ეთერში 2003 წლის ნოემბერში გავიდა, დღეს თბილისში საზოგადოებისთვის რაღაცის სათქმელად ჩამოვიდა და დახმარებას თოქ-შოუების ავტორებს და წამყვანებს თხოვს. მე მინდა მივმართო ჩემ კოლეგებს. ყველა იმ ადამიანს, ვინც ჟურნალისტიკაში მოღვაწეობს ტელევიზიაში, ვინც არის წამყვანი თოქ-შოუების. მინდა გთხოვოთ ყველას, რომ მიმიწვიეთ ყველა თქვენ გადაცემაში. დამეხმარეთ ამ საქმის პიარში. კოკა ყანდიაშვილის სიმართლე, რომლის თქმაც უფრო ადვილია ვიდრე დამალვა, ნახეთ დღეს 22 საათზე იმედზე გადაცემაში სიმართლის დრო.